თუნდაც რაღაცი ბედნიერი. ნამდვილად ბედნიერი, ახლა უკვე სიხარულის ცნებლები ქონდა თვალებში და მართლა ობიექტურად ძალიან მოხდა შეჭრილი თმა. და ჩვენ კიდე სრულად ახალი სტუმრებით დავუბრუნდით ჩვენ შემდეგ ბლოგში. საქართველოში სინამდვილე ისეთია, რომ მთელი იანვარი არის მაინც სადღესასწაულო თვე. სადღესასწაულო თვე კი იმას ნიშნავს, რომ არის სადღესასწაულო სუფრა, გემრიელი, მაგრამ ძალიან მძიმე საკვები, რომელიც გარდა იმისა, რომ გვსიამოვნებს და გემრიელებს, ძალიან ტვირთავს ჩვენს ორგანიზმს და როგორც ვიცით, ორგანიზმს წელიწადში რამდენჯერმე მინიმუმ ვფიქრობ, მგონი 3-ჯერ ესე ამოვიკითხეთ, ჭირდება გაწმენდა. რა ხერხებით, რა მეთოდებით მოვახდინოთ ორგანიზმის გაწმენდა, გასუფთავება ისე, რომ ეს არა მარტო ჯანმრთელობისთვის იყოს სასარგებლო, არამედ ჩვენ ვიზუალურ ფორმასაც ძალიან მოუხდეს. სწორედ ამ თემაზე სასაუბროთ მოვიწვიეთ ჩვენი დღევანდელი სტუმრები. კომპანია ტენტორიუმის წარმომადგენელი ექიმ-კონსულტანტი თაკო მირიანაშვილი, მოგესალმებით, აპითერაპევტი ექიმი ნონა ხარბედია და ადამიანები, რომლებსაც გაწმენდილი აქვს ორგანიზმი, მე ესე ვფიქრობ. სრულიად გაწმენდილი ადამიანები. კოშკელიშვილი, ტელეწამყვანი და მოდელი აღარ და მოდელი მაშინ ეკო ჭომბურიძე, მოგესალმებით. გამარჯობა. მეც აქ არის რო იცოდეთ. სხვათა შორის ძალიან აქტუალური თემა, იმიტომ რომ ჩვენ გახსოვთ ალბათ ვისაუბრეთ სეზონი როცა დავიწყეთ ექიმებთან, ზოგადად გასტროენტეროლოგებთან. ამ მძიმე საკვების შესახებ და ასევე ვისაუბრეთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, რა დაავადებებს როგორ უწყობს ხელს ჭყალებში, რო ვთქვათ, ესა თუ ის მძიმე საკვები, თუმცა მე ნამდვილად არ ვიცოდი, რომ არსებობდა ასეთი მეთოდიკა და უფრო მეტიც ასეთი პროდუქცია, რომელიც უბრალოდ შეგიძლია შეიძინო და შემდეგ შენს ორგანიზმს ძალიან დიდი საქმე, კეთილი საქმე გაუკეთო. აი თაკო, მოვედი, იანვარია ჯერ კიდევ და არაერთი დღესასწაულია წინ, ნინაობა თუ სხვა. და ესაჭიროება ეს ორგანიზმის გაწმენდა. კი ბატონო, როგორ მოვიქცეთ? სამები ჩვენს მაყურებელს. მართალი ბრძანდებით დიდხანს გრძელდება ეს დღესასწაულო დღეები, მსავსი არის საახალწლო სუფრა, ნუგბარი, სხვადასხვა საკვები, ცხიმიანი, მარილიანი. და ეს აისახება როგორც ჩინაგან ორგანიზმს, ასე მგონი სახის კანზე. სწორია დაბინძურება, ესეთი დაბინძურება. ნამდვილად აისახება. და მაშინვე სხვადასხვა სასმელი ეს არ დაგვავიწყდეს, იმიტომ რომ გამოიყენება ღვინო, შამპანიური, არაყი, კონიაკი, რაც ყველაფერი ჯერ ერთი მერე მეორე. კი ბატონო. კიდევ უფრო დამატებით ტვირთავს ჩვენს ორგანიზმს, რაც საბოლოო ჯამში აისახება არა მარტო კილოგრამებზე და თქვათ ვიზუალურ ეფექტზე, ასევე ზიანს აყენებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, მაშინვე ჩნდება მასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის პრობლემები და დისკომფორტი. თქვენ რომ გადაკრიალებული გაქვთ ახლა სახის კანი. როგორ გაქვთ ეს სახის კანი ესეთი აი ჩემი საიდუმლო კომპანია ტენტორიუმის პროდუქციაში დავიწყოთ გამხელა საიდუმლოს. ჩვენი მაყურებლების რომელი პრეპარატი უნდა გამოვიყენოთ? შინაგანი გამოყენებისთვის ვიყენებ აპიგრანულა, პირველი, მეორე, მესამე აპიხითთან ერთად. ეს არის უკაცრავად, ეს ჯერჯერობით, აი აპიგრანულა, აპიხით ჩვენთვის არაფერს არ გვეუბნება. მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ რაზე არის დაფუძნებული. ამას წინა და დაახლოებით ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ვიდრე შუა დღე იქნებოდა. შუა დღეში არ ყოფილა. კონკრეტულად პროდუქციასთან დაკავშირებით დაწვრილებით ქალბატონი ნანა მოგახსენებთ. დიახ. მივიცვათ ესეთ. მოვდი, ახლა ჭამე რო გაიგოძებ. კიდე ყალში უნდა განზავება არც არაფერი. რა საკენს გვიყრით, აბა ერთი გიხარი. ესე იგი, ეს არის თუ კუჭ-ნაწლავი ფუნქციონალურად არ არის მომზადებული, მაშინ საერთოდ არაფერს არ აქვს აზრი, არც ორგანიზმის გაწმენდას, არც არაფერს. და კუჭ-ნაწლავის გასაწმენდად ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ აპიგრანულა 1, აპიგრანულა 2 და აპიგრანულა 3. ანუ ეს ბიოდანამატებია. არა, ეს არის ფუტკრის პროდუქტი, ესე იგი რისგან შედგება ეს პროდუქცია? ყვავილის მტვერი, თაფლი და ეს ჩაის კოზით უნდა მეიღოთ, პროპოლისი და სამკურნალო მცენარეები. ანუ აი აპიგრანულა 1 ეს არის კუჭისთვის და 12 გოჯა ნაწლავისთვის. სეკრეციას უწყობს ხელს, საკვების მონელებას აუმჯობესებს. აპიგრანულა 2 ეს არის აპიგრანულა 2. სხვათა შორის იგზენით ხო სამკურნალო მცენარეების გემო აქვს ხო? აი ესეთ რა მე ვერ ვისკავ გასინჯოს და გეტყვით რატომ. მე მაგ ალერგია
პროპოლისზე? ჩემნაირ ადამიანებისთვის თუ თქვენ გაქვთ არა, თუ თქვენ გაქვთ აუტანლობა პროპოლისის, რა თქმა უნდა, თავი უნდა შეიკავოთ, იმიტომ რომ აქ არის პროპოლისი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ესეთი პროდუქცია, სადაც პროპოლისი არ არის. იგივე ეფექტს მოახდენს. თაფლის აუტანლობა არა გაქვთ. მცირე დოზებში ვღებულობ. თაფს რომ ოდნავ სიმწარე დაყვება, დაახლოებით ეგეთი შეგრძნება, როცა მიირთმევა რა. არ ვიცი, ერთი როგორია და ორს არა აქვს, სიმწარე მადლობთ მე განაცხადებს მიირთმევა თუ შეიძლება. და ეს ორზე ვსაუბრობდით, ორზე ღვიძლი ნაღლის ბუშზე, ესე იგი ღვიძლის ნაღლის გამოდინებას უწყობს ხელს, აქვს ძალიან რბილი შარმდენი ეფექტი, ანუ ესეც დეტოქსიკაციას, ანუ ტოქსინებისგან გაწმენდას უწყობს ხელს, ხოლო რაც შეეხება აპიგრანულა 3, ის უწყობს კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობის გაუმჯობესებას, ანუ პანკრეოსეკრეტორული ფერმენტების გამომუშავებას, რაც საკვების მონელებას, განსაკუთრებით ცხიმიანი საკვების მონელებას უწყობს ხელს. მაგრამ გარდა აი თქვენ თქვით, რომ პროპოლისის აუტანლობა გვაქვს. ჩვენ გვაქვს ერთი ჯადოსნური ბალზამი აპიხიტი, რომელიც მოგახსენებდით. აი ეს თქვენი საიდუმლო არის ლამაზი, არა მარტო ლამაზი კანის საიდუმლო, არამედ საერთოდ შეიძლება კი შეიძლება ეს შეიცავს ეს დაბალმოლეკულურ ქიტოზანს, რომელიც ფუტკრის ქიტინოვანი საფარისგან არის მიღებული. ქიტოზანი არის უნივერსალური გამწმენდი ნივთიერება და იმის გარდა რომ მას შეუძლია ტოქსინების და საკვების ნარჩენების გამოდევნა, ამის გარდა ის ძალიან კარგად მოქმედებს რადიონუკლიდებზე, თავისუფალ რადიკალებზე, ჟანგბადზე, ანუ მთლიანად სიტყვებს ამბობ. ეს დავლეთ უნდა არა ეს წაწყობა შეიძლება, მაგრამ ძირითადად აპიტოქს ხო ეს ზეთოვანი სოჭის ზეთს შეიცავს, ასე რომ ძალიან კარგია, ხოთეში ჭრილობებს აშუშებს კი ძალიან კარგია. აღარ არის მეტი. აი მამაკაცებს სიპასახლეების მე რამე გავხდები? რა თქმა უნდა გვაქვს. ჯერ ორგანიზმს ვიწმენთ ერთი წუთით იმა. რა ერთი წუთი ხმას არ ვიგებ საერთოდ. რეალურად მე საერთოდ ამაზე ვფიქრობ ხოლმე, რომ ძალიან კარგია ეს ახალი წლების მერე ორგანიზმის გაწმენდა, მაგრამ მე მგონი საქართველოში ზოგადად ეს არ არის მიღებული. როცა ვეკითხები ვიღაცას, აი რა ქენთ ახალს, აუ არის, ის როგორ გავერთე, საავადმყოფო მყავდა 4ჯერ გამოძახებული. და ნუ აი ეს ნავრის ბუშტი ხო საავადმყოფო გამოძახებული, შეიძლება ესეც ეთქვათ ახალი წლების მერე. კი, ძირთადად ეგრე ამბობდნენ ხოლმე, ხო იცი, კიდე შეზარდო შეხიტი უნდა და არავითარი საავადმყოფო, იმიტომ რომ ჯერ ერთი ნაბახუსოვის სინდრომს ხსნის არაჩვეულებრივად. დეტოქსიკატორია, ალკოჰოლზე მოქმედებს, რადიონუკლიდებზე მოქმედებს და საერთოდ ნებისმიერი ადამიანი, ვინც არის მობილურის აქტიური მომხმარებელი, ან თუნდაც 2 საათის განმავლობაში უზის კომპიუტერს, აუცილებლად უნდა. ეს ძალიან მოხერხებულია, შეგიძლიათ ჯიბეში ჩაიდოთ, თანატაროთ, 5 წვეთი ენის ქვეშ, დღეში 2ჯერ. ეს ხეზე რაც წავისვით ის იყო. ძიმა, ეს წავისვით, დარბილდა და შენ რო ჩასვენ შეგიძლია ფემთხი. ეს აღმდგენის ძალზე სწრაფი აღმდგენი ეფექტი, ამიტომ უნდა ჩაგვეწვეთებინათ რომ ხელზე დავისი. არა, მე მგონი შეიძლება. ზუსტად ასეთივე ბალზამი, რომელიც ღონთეს პროპოლისის წყალხსნარია, ეს საკვები თვითონ საკვების მომნელებელი ორგანოებსაც ასუფთავებს და რაც მთავარია დისბაქტერიოზის დროს, ეს დისბაქტერიოზი საერთოდ ხო აღადგენს. მე შემდეგ საახალწლო სუფრის მერე რა გვაწუხებს ღვიძლი, ნაღლის ბუშტი, ხო გულზმარვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეს არის საუკეთესო. თქვენ ხართ ამ პროდუქციის მომხმარებელი? ეხლა დავიწყე და შესაძლოა ძალიან მომეწონა, გამოვიყენე ეს აპისპირა. ეს არ არის აპისპირა რომელია მომიტევეთ? აპისპირას ეს კიდე სხვა რამე. ეს არის ენერგიას გმატებს, იმუნიტეტს წევს მაღლა და ჩემი აზრით ძალიან კაია. მე ჯერჯერობით ძალიან კმაყოფილი ვარ. ანუ რა დაიწყე ამის მოხმარება? ანუ რა გადატვირთული გრაფიკი, როცა გაქვს თქვათ გადაღლა ხო? გადაღლა, ამის შემდეგ უკვე დავიწყე მირჩია მეგობარმა ამის მიღება და რამდენ ხანში იგრძენი რომ ენერგიით აღივსე? დაახლოებით 1 კვირის შემდეგ ერთი შეკითხვა მაქვს. რახან ძალიან ბევრ სიმპტომატიკას ეს თქვა სხვადასხვა პრეპარატი. გემოგავსინჯე და საკმაოდ გემრიელია. რამდენად არის მიზანშეწონილი დოზების გადამეტება? ანუ მე ვფიქრობ, აი დავიღალე, გადავიტვირთე და მე მივიღო, თქვა
დიდი რაოდენობით, ანუ თუ არის შეზღუდული დოზები და ალბათ იქნება. იცით რა არის დოზები იმის გამო არის შეზღუდული. ისე პრინციპში ეს არის საკვები პროდუქტი, რომელსაც ახასიათებს ეს მკვეთრად გამოხატული გამაჯანძაღებელი ეფექტი. პერედოზირება პრინციპში, იცით რა, ორგანიზმი ერთი ჩაის კოვზია საჭირო მიიღებს ერთი ჩაის კოვს. სხვა დანარჩენს გამოდევნის. ანუ პერედოზირების საშიშროება არ არის. უბრალოდ ტყუილად გაანიავებთ პროდუქტს. ანუ იმ სარგებელს განიავებაზე რა კი მივედით ძვირი პროდუქტია? არც ისე ძვირი პროდუქტია, სხვათა შორის სხვადასხვა ფასია, დაფასოების მიხედვით წონის მინიმალური 5 ლარი. მინიმუმ 5 ლარი. მაქსიმალური 40, ასე რომ ეს საკმაოდ აქტუალური პრობლემა არის და ხშირად გვესმის. ქრონიკული გადაღლა, ადვილად დაღლილობა, ეს შეგრძნება თითქმის ყველა საწუხებს. მაქსიმუმ შეგრძნება. ეს მინდა ვთქვა, რომ პირდაპირ კავშირშია ორგანიზმის დაბინძურებასთან და ამ დროს ორგანიზმი თქვენ გაძლევთ სიგნალს, რომ უნდა დაიწყოთ ორგანიზმის გაწმენდა და დეტოქსიკაცია. რაც არა მარტო თქვა ჯანმრთელობის მხრივ მოგიგვარებს ძალიან ბევრ პრობლემას, ამის გარდა ვიზუალურ ეფექტსაც მოგცემთ და მოხდენილი ფიგურა გექნებათ. ანუ ეს არის კავშირში ორგანიზმის დაბინძურება. ხან მოხდენილი ფიგურა ახსენეთ. ეს პროდუქცია გამოიყენება წონაში დასაკლებად? ჩვენი კონკრეტულად, იმიტომ რომ ეს არის საყოველთაოდ გავრცელებული პრობლემა და ყველას ეს საინტერესო. იცით რა არის, ჩვენი პროდუქცია არის უნიკალური იმით, რომ წონაში დასაკლებადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ და წონაში მოსამატებლადაც. ანუ დასარეგულირებლად ნივთიერებათა ცვლის. თუ ნივთიერებათა მეტაბოლიზმის, თუ ნივთიერებათა ცვლა არ არის დარეგულირებული, ან ვერ სუქდება ადამიანი, ან პირიქით. ხო, ბევრს ჭამს, ვერ სუქდება, ცოტას ჭამს, მაგრამ მაინც ნებისმიერი ზოგისგან გამიგია, რომ წყალიც რო დავლიო, ვიმატებ. ასე რომ პირველ რიგში ნივთიერებათა ცვლის დარეგულირება, ნებისმიერი ჩვენი პროდუქტი არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას. აი აპისპირაზე რომ მე მაინც ეს არის ერთ-ერთი ჩემი ყველაზე საყვარელი პროდუქტი, იმიტომ რომ ყვავილის მტვერი და სპირულინას უნიკალური შეხამება ასე თუ ქიმიას არ შეიცავს. ჩვენი არც ერთი პროდუქტი არ შეიცავს ქიმიას, არც ერთ პროდუქტში. ფუტკრებს უნდა უმადლოდეთ ამ ყველაფერს. ყველაფერს ფუტკრებს კი. და მძივებს გავს, იმიტომ მოგწონთ ეთღობა. ანუ გემრიელია რომ იღებს საკვებად, ანუ არა აქ ცუდი გემოის შეგრძნება რომ ვერ დავლევან რაღაც. ალბათ რაოდენობრივად უნდა დიდხანს იყო და ბევრი იყო რომ რაღაც აკუმულირება მოხდეს ორგანიზმში და ეფექტი მივიღოთ. არა, ეს არ არის ალბათ ერთი ჩაის კოვზის მიღების შემდეგ არ უნდა ველოდოთ ეფექტს. ხო, რადგან ეს არ არის ქიმიური პრეპარატი, ეს არ არის წამალი, რა თქმა უნდა, ამას არ აქვს სწრაფი მოქმედება. მოქმედება არის დროში გახანგრძლივებული, მაგრამ სამაგიეროდ ეფექტი არის ისეთი, რომ ერთხელ გაწმენდილი სტაბილური. ანუ თქვენ მაქსიმუმ 1 კვირის შემდეგ თავს იგრძნობთ უფრო ენერგიულად, მახსოვრობა გაუმჯობესებასაც იგრძნობთ, სახისკანზე მოქმედებს არაჩვეულებრივად. იცით რა მაინტერესებს? აი ამდენი თემა წამოიჭრა, ვიზუალური გაუმჯობესების, შინაგანი გაწმენდის, მახსოვს დიმიტრი ობოლაძე, არც ერთმა თემამ არ დაგაინტერესა. ნუ დამაინტერესა, იმიტომ გისმენთ ყურადღებით, რომ ბოლომდე გავიგო ყველა. სხვათა შორის ენერგია, აპისპირა, ეს არის ენერგიის წყარო. სპირულინა თვითონ ვის? შენ? სპირულინა არის წყალმცენარე, რომელიც რამოდენიმე 200 მილიონი თუ 300 მილიონი წელია დედამიწაზე არსებობს. გაუძლო ამდენ კატაკლიფს, ანუ აქვს შემგუებლო, არის საუკეთესო ადაპტოგენი. ამიტომ ჩვენს ორგანიზმს ყვავილის მტვერთან ერთად, რომელიც არის უნიკალური ვიტამინო-მინერალური კომპლექსი ეხმარება. სპორტსმენებისთვისაც ძალიან კარგია, ძალიან კარგია იმ ადამიანებისთვის, ვინც აქტიურ ცხოვრების წესით ცხოვრობენ, ვისაც არა აქვთ, აი თქვათ, დღეში 3 ჯერ ვერ იკვებებიან, გადარბენებზე ჭამენ და ასე შემდეგ. კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს, აი გაწმენდის კურსი, რა დღეს მოიცავს თვეს თუ კვირას თუ გაწმენდის კურსი მინიმუმ 1 თვე. 1 თვიდან 6 თვემდე. ნუ გააჩნია თქვენი ორგანიზმის აქვე კიდევ ერთი შეკითხვა, რა ხან რამდენიმე სახის პროდუქციაზეა საუბარი. ანუ როგორ ხდება ამ პროდუქციის შეძენა მომხმარებლის მხრიდან? ანუ ეს უნდა დაინიშნოს, კონკრეტულად რომელი უნდა მიიღოს, როგორ ხდება ამას მომხმარებელი? კი ბატონო, მე თქვენთან კონსულტაციაში, სადაც მოგზანდება დაინტერესებული მაყურებელი, მიიღებს კვალიფიციურ მომსახურებას, კონსულტაციას და შესაბამისად დოზირებას. ხო და აი ნუ კი რომ მოვიდა მელიქიშვილის ექვსში რა კონსულტაცია გავუწევთ და რა შამპუნი და კრემი. მე როგორი კლიენტი ვარ, იცი ერთი რაღაც
მაგაც უნდა მითხრა და ეგრევე ვიბმევი ყველაფერზე აბსოლუტურად. და მივხვდი რომ ძალიან კარგი შამპუნები აქვს და კრემები. და აი არ ვიცი რომ გამოვიყენებ მე დაგირეკავთ და მოგახსენებ. და მანამდე რაც უკვე გამოყენებული გაქვს? იცი რა არის საერთოდ საუბრობენ ძალიან ბევრს ამ იმაზე რომ აი რაღაცა განტვირთვა არის საჭირო ახალი წლების მერე და ძირითადად ეს ძალიან კარგად ჟღერს, მაგრამ ადამიანებს ყოველს გვინდა რომ უცბად დავიკლოთ წონაში. ძირითადად ეს არის შიმშილობა, რაც ძალიან მავნია, მაგრამ რამდენი ჩვენ არ უნდა ვთქვათ რომ ეს ძალიან მავნია, ხალხი მაინც გააკეთებს ამას. ამიტომ მე გირჩევთ პირადად ჩემი გამოცდილებიდან არსებობს ორი პროდუქტი, რომელიც ყოველთვის მისაღებია იმისთვის, როდესაც შიმშილობთ. ეს არის თაფლი, რომელიც შეიცავს ყველა იმ კომპონენტს, რომელიც ენერგიას მატებს და ყველაფერს და ციციბურა. რომლითაც შესაძლებელია რომ აი მთელი თვე იშიმშილო ამ პროდუქციით თუ გაგიწმენდი ორგანიზმი თუ დაგიკლია რამდენი ჯერ არა მე დღეს გავიგე მე ახალი ვარ ხო დღეს ჩავეწერე ამას ეკო თქვენ შემთხვევაში მოქმედებს წონის რეგულაციაზე? ანუ ესე თვითონ წონის რეგულაცია პრობლემა არ გაქვს და გასაგებია. უბრალოდ უფრო მე მჭირდებოდა აი იმუნიტეტი გაძლიერება. დაბალი იმუნიტეტის ამწევი პრეპარატი და არ მინდოდა რომ ეს ყოფილიყო ქიმიური პრეპარატი. ამიტომ ვარჩიე და მიუღე გადაწყვეტილება რომ აი პროდუქტს აპისპირით დამეწყო, რადგან რადგან კარგია და მოგევატა და თან ქიმიური არ არის ორი ბავშვის დედა ხარ რაც მთავარია. ორი ბავშვის დედა ხარ. მეც ეგრე მითხრა არ იცი რა დამემარა. მე რამე ერთი ბოლო შეკითხვა უბრალოდ თუ აქვს რაიმე უკუჩვენება გარდა იმისა რომ შეიძლება ალერგიული ადამიანებისთვის ერთადერთი უკუჩვენება ეს არის აუტანლობა იმ პროდუქტის ან თაფლის თქვათ ან პროპოლისის გვერდითი მოვლენები არ გააჩნია და მისი მიღება შესაძლებელია თქვათ აპიხიტის და ეპივის დაბადებიდან ხოლო დრაჟეების გრანულების ერთი წლიდან იმიტომ რომ სამწუხაროდ პატარა ბავშვებსაც აქვთ კუჭნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები ოღონდ საქმე იმაშია რომ ორგანიზმის დაბინძურება მარტო კუჭნაწლავის გადატვირთვით და დისკომფორტით არ გამოიხატება. ეს არის ქრონიკული დაღლილობა, ეს არის თავბრუსხვევები, ეს არის უხასიათობა, უმიზეზო, ასე რომ ორგანიზმის გაწმენდა ყველა სჭირდება და არა მარტო მხოლოდ სადასტა. ეს არის კიდევ გულმავიწყობა და სანამ ეს გულმავიწყობა დაგვრჩემდა, უნდა გვახსოვდეს რომ ახლა რეკლამის დროა. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება და მოგვეცით რჩევები. მელიქიშვილის 6 ნომერში მიბრძანდით და ამ ამწურავ ინფორმაციას მიიღებს ტენტორიუმის აი ამ პროდუქციის შესახებ. ჩვენ კი დავბრუნდებით რეკლამის შემდეგ.